სახელმწიფო მამისათან და დის და სულთეს მიდისათან. აი კიდევ ერთი კვირა გავიდა, ერთი კვირით მიახლოვდი ჩვენ დიდ მარხვას და ჩვენ წინა კვირები გავახსენებთ, ეს იყო ზაქე მეზვერის კვირა, ჩვენ მეზვერ და ფარისევლის, ეს მუდრებიშვილის კვირა და ჩვენ მოისმენთ იგავი ლუკას სახარებიდან მუდრებიშვილზე. შინაარსი კარგად იცით, არის განმარტება, თუმცა თუ ვინ იგულისხმება ამ უფროს და უმცროსშვილში და მუდრებიშვილი ვინ არის და ის ერთგულიშვილი დარჩა მამასთან ვინ არის არის ვთქვათ მოსაზრება რომ ეს არის ანგელოსტოდასი და კაცობრივი კაცთა მოდგმა ადამიანის მოდგმა არის მოსაზრება რომ არის თირჩეული ერი რომელიც ჯულზე მოსეს ჯულზე იდგა და დგას დღეს და ის რომელიც ერთიანი ღმერთის მერწმენიდან გადაიხარა მე მრავალღმერთიანობის წარმართობისკენ კეთაღმისელებისა და რომელიც მე უფალმა მოაქციეს გოლგოთის სხერფლით. ამიტომ ზვარაკი შეიწირა სხერფლად და სასიხალოდ ამ უძღებიშვილის დაბრუნებისა. რომ წარმართის მოიხსენ და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღვთის წიაღში დაბრუნდნენ. მაგრამ რატომ ამ შემთხვევაში ეკლესია მახვის წინ ვახსენებს ჩვენ ამ იგავს? იმიტომ რომ ეს იგავი ჩვენს გვეხება. ჩვენ ერთდროულად ორივე ვართ. ვინც მამასთან არის სახში, ტადარში. თვით უძღებიშვილი არის, ანუ აბნევს მადლისა ღვთისასა. და კი როცა ჩავარდება ცოდვებში და სინამდვილე ჩდება, მე მოდის ეკლესიაში, მაგრამ ჩიეს შემთხვევა რომ მე ისე მაინც აგზელებს ცოდვასაც ვერ განეშორება და უფალსაც ვერ ტოვებს და აი ამ ასეთ ორ მაგ მსახურებაში არის. ამას სოფლის სახურება და ღვთის სახურებაში. ანუ ამით მოგვიწოდა ჩვენ რომ როგორც უძღებიშვილი სინამდვილით მოკვდა მამისკენ, ასე ჩვენც გზა სინამდვილით გვაქვს, იმიტომ რომ უფალი გველოდება ჩვენთვის ზვარაკი შეწირულია, გოლგოთის სხერფლი შეწირულია ჩვენი ხსნისათვის და ჩვენ ყოველ წირვაზე მოვდიეთ საზიარებლად, ჩვენ ფაქტობრივად ეს არის ის ღვთაებრივი ტრაპეზი, რომ უფალმა უძღებიშვილს გაუმართა და ის ზვარაკი იმას ვეზიარებით ჩვენ. უფლისის და ხორცს ვეზიარებით, რომ გოლგოთას შეწირულს ვეზიარებით ჩვენ და ამით ჩვენი დაბრუნება მამის სახლის წიაღში საზეიმოდ აღინიშნება. ასე ამიტომ ეკლესია გვახსენებს ჩვენ რომ აი ის ვინც იყო სულ მამასთან განიკითხა ძმას და მამას განიკითხა. ეს უღირსიო, რომელიც გაავნია მთელი შენი ქონება, ანუ მადლი სადაც არასდროს ცხოვრობდა, ეხლა მოვიდა და ესე მიიღეო და მე სულ შენთან ვარო და ჩემთვის არ დაიკვლიაო? არა. ზარკი ყველასას დაიკლა კაცთა მოდგმაში, ყველასათვის შეწირული, სოფლიო შეწირული სხერფლია, მაგრამ მიმღებელი ამისა არის ეს სინამდვილე და სიმდაბლით მოდის უფალთან. ვინც აცნობიერებს ამ უდიდეს აი სხერფს და ჩვენთვის შეწირულს უდიდეს სიყვარულს ღვთისა ჩვენ თავის ქმნილების მიმართ და ამიტომ მართეს მეტი სინამდვილე განსაცდელთა ცოდვათა. თქვენ უკვე მოისმენთ და უკვე მეორე კვირა არის რომ საღამოსათად ციხის ლოცვა სახარის შემდეგ საგალობელი არის თითქოს სინამდვილად განვიხენ მაცხოვარ თუმცა ჩემსა მე ამ თითქოსა მოსულ ვარ ანუ ეკლესია თანდათან გვაახლოებს ჩვენ დიდ მარხვასთან და
მოგვიწოდებს რომ თითოეულმა კიდევ ერთხელ გადახელოს თავის გავლენ ცხოვრებას იმ ადგომის და სრულფოფენობის დასასრულის შემდეგ დღემდე როგორ მოვდიოთ ჩვენ არავინ არის ამ ქვეყანაზე უცხებელი და მაგრამ შარჟომიცოდისა ოთუფალმა იცის ვისამდენ მოიკითხოს ვიზეთ მეტი აქ მოცემული მეტი მოეთხოვება ხო და პალე მოცხული ეს უდიდესი მოცხული ამბობს რომ თუთაშორის პირველი მე ვარო და მე ვდევნიდი ეკლესიასა მე დაჟდო ეკლესიის მაგრამ ხო იყო და დევნიდა ხო და აი ეს იყო მაშინ პალე მოცხული გამიხოთ როგორც ეს სახე და ის დევნიდა ეკლესიას თითქოს ეგონა რომ მამასთან იყო და შემდგომში მამასთან გაშორებული იყო როდესაც არქიდიაკონს სტეფანეს ქვებით ქოლავდნენ იწონებდა და აქეზებდა კიდევაც აგერს ეგრე უნდა მიდი დაარტყით ანუ კაცის კლასში მონაწილე მიიღო მართალი ადამიანის კლასში ამიტომ განიცდიდა თემ ცხოვრება მას რომ პირველ მე ვარ მე ვდევნიდი ეკლესიასა მაშინ სახსოვდა მაგრამ ახსოვდა ყოველთვის აი ამ სინამდვილეს მისას და ერთგულებას უფალი იწირავს და უდიდეს მოციქულს აქცევს თავის მდევნელს აი ეს გარდასახვა ადამიანში ეკლესიაში ხდება იყო შეიძლება მდევნელი იყო მაგრამ უწმო იყო შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდა ეკლესიას მაგრამ წარმართებით ცხოვრობდა ეს არის რეალური მდგომარეობა ადამიანების ამიტომაც ეკლესია ყოველთვის ჩვენ გახსენებს აი ამიგავს რომ ჩვენ ვინც მოსული ვართ ეკლესიაში ხანდახან ვიღაცას დავინახავთ რომ აი ეს როგორ მიიღო ეს ხო ესეთი ადამიანია და მაგრამ რა იცი ეგ შენზე უფრო დიდი მოღვაწე გახდეს როგორ განიკითხა ამიტომ ჩვენ დიდი მარხვის დაწყებამდე კვირა იქნებოდა იქ უკვე ეფრემ მასულის ოცასაც ჩვენ მოვისმენთ და თუმცა ეს როცა ყოველთვის იქნება კი დიდ მარხვაში დადგენილია მაგრამ როცა ადამიანს განსაცდელად წოდოდა ყოველთვის გახსენდება მომენტი განსაცდელად წოდოდა რა გაკითხოთ ვიზე ჩემისა აი სწორედ ეს მეზე აი ამ უძებიშვილის ედება არის უძებაშვილმა არ განიკითხა უფროსმა ჩვენში რაც სიკეთეა რო არ შეიბღალოს განკითხვის სულით ამიტომ ყოველთვის გაგიხსენებთ და ჩვენ თავი ავარიდოთ განთავისუფლდა გავიხსენეთ აი ეფემასოს ეს ლოცვის სიტყვები მომენტი განსაცდელად წოდოდა და არ განკითხოთ ვისაც შემისა მეცა დაგუცეთ გაკუთრო და კეთილს მოემზადეთ ყოველი წელი იყოს ასე ცოტა რა ვთქვათ გარსად ერთი წლით მიახლოება სიკვდილისაკენ და ამიტომ ყოველი წელი იყოს მიახლოება სასופველისაკენ არა სიკვდილისაკენ ცხონებისაკენ მე გადაგუცეთ